საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის მეორე შეხვედრაში იტალიასთან 78-62 დამარცხდა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 32-32 დასრულდა, თუმცა იტალიელებმა ქართველ კალათბურთელებს მეორე ტაიმში აჯობეს და ევრობასკეტზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს. პირველ შეხვედრაში ქართველებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს საბერძნეთის წინააღმდეგ ხვალ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება. გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ფეხბურთელი კარიერას ვილიარეალში გააგრძელებს. მიქაუტაძე სამედიცინო შემოწმებას ხვალ 31 აგვისტოს გაივლის, შემდეგ კი 4 წლიან კონტრაქტსაც გააფორმებს. მიქაუტაძემ ლიონის ბაზა უკვე დატოვა. მან გულშემატკივრებთან შეხვედრასაც სრემლები ვერ შეიკავა. მიქაუტაძეს რამდენიმე ინტერვიუში აქვს დაფიქსირებული, რომ ლიონის დატოვება მისი სურვილი არასდროს ყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, ქართველი ფორვარდის გაშვება არც ლიონს სურდა, თუმცა ამის გაკეთება ფინანსური ვალდებულებების გამო მოუწია. 40 წლის კრისტიანო რონალდომ ახალი სეზონი გოლით დაიწყო და კარიერაში 940 გოლი გაიტანა. ლეგენდარულმა პორტუგალიელმა 54 წუთზე პენალტი ალტაავუნის წინააღმდეგ ზუსტად შეასრულა და ალ ნასრის უპირატესობა 2-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ზედიზედ 24 სეზონში აქვს გოლი გატანილი. Watford Observer-ის ცნობით, Watford-ი ნიკოლოს ჩიქოვანს იჯარით ბელგიურ შარლეურაში გაუშვებს. როგორც გამოცემა კლუბის სპორტული დირექტორის თანაშემწეზე დაყრდნობით წერს, ჩიქოვანის ტრანსფერი კლუბის სამომავლო გეგმებზე არის გათვლილი, თუმცა შესაძლოა ის ინგლისური კლუბის ძირითად შემადგენლობას იანვრიდან შეუერთდეს.